მას ერთი ის იყო, რომ აი game over-ზე მენიუს ხილაკი არ იყოს. ოკეი. და მე მგონი არც პაუზ იმაზე მენიუზე. პაუზაზეც არ გვაქვს, ხო? არა. კაი, იცი დავაწყოთ ეგ. პაუზ პანელში restart-ს გავუკეთოთ მაგალითად დუბლირება. დავარქვათ menu. ჩამოვიტანოთ დაბლა. და ტექსტში ჩავწეროთ menu. და აქ აქ უნდა ჩავწეროთ 0, ხო? იმიტომ რომ menu 0-ზე არის. მენიუ 0-ზეა. დიახ. ხო. კაი, ეს დავაკოპიროთ ახლა. პაუზა ისევ ჩავაქროთ და game over-ზე, ხო? game over-ი. შიგნით ჩვილს ნიშნავთ, ჩავაფეისტოთ და ცოტა ზევით ავწევთ. ოკეი. game over-ი ჩავაქროთ. გავტესტოთ, აბა დავაპაუზებ ხა და მენიუში გადავიდა, ისე place რო დავაჭირო. ხო, დავაჭირო. აკეთებს ყველაფერს. ოკეი, მენიუ დავამატეთ. შემდეგი რა იყო? მას ტყუები მინუსებში გადაიცან 0-ზე რომ მივა, მე კიდე რო დააჭერ -1 და ეგრე აწევს. ოკეი. გავტესტავ მაგას. მოიცა. ტყუებს ერთს გავუკეთებ. სანამ მოკლავან. უი. მოიცადე, ეგრევე რო კვდები, ტყუებზე ხო დავწერეთ ჩვენ. ხო, მაგრამ ტელეფონში მას აი მინუსებში გადავიდნენ წინაზე. ოკეი. ცოცხალი რო იყავი მაშინ, ხო? ხო. მოიცა არ მოკვდა? ანუ არა მას. კაი, მაშინ რაღაცა ბაგი არის მანდ. კაი, მას დავაბრუნებ. კაი, სკრიპტში შევიხედოთ, აბა. რა გვიწერია? player script-ში. როგორც მახსოვს, გასროლაზე შევამოწმეთ. თუნულს გავუტოლდა. შეიძლება ნაკლები არ გვიწერია იქ და მაგიტო შვება? მაგრამ 0-ზე ხო ჩამოდის რაღაც პერიოდი და. ხო, 0-ზე აუცილებლად ჩამოდის, ხო მართალი ხარ. game over-სად გვიწერია, აბა. health-ი თუ ნაკლებია და 0-ზე game over. და აი აქ. სროლის დროს, ხო, bullet amount ნაკლებია 0-ზე game over. ოკეი. შეიძლება რომ აი ეს მაგრამ არ მოკვდაო, ხო, შენ თქვი? რატო არ მოკვდა? არა, მას და გააგზელა სულად ჩვეულებრივად. ამას უეჭველი ვიძახებთ და რანაირად არ მოკვდა. bullet amount. მოდი აქ ესეც შევამოწმოთ. იზელა ივიწყო გვაქვს აქ. ცოცხალი როცა არის, მხოლოდ მაშინ შეძლოს სროლა რა, იგიც რო დავამატოთ. მაგრამ აქ უეჭველი მოკვდება და რავი, ანუ
მოდი ჯერჯერობით ესე დავტოვოთ, რომ გავტესტავთ კიდე თუ სადმე გაიბაგა იგივენაირად. ანუ აი, რაღაცა შესაძლებელი გვაქვს, მაგრამ აქ გვიწერია ჩვენ stop-ი game over detective true. და იზელაიუს ვაფულსებთ და მე იზელაიუს არ ვამოწმებთ, ყველაფერი რო ვაკეთოს იზელაივით რო უნდა იყოს უეჭველად. მოიცადე. აქ არ გვაქვს შემოწმებული ეს. შიგნით ხო არ გვაქვს, მოიცადე. იზელაივი false-ი, არა, მარტო იქ ვამოწმებთ. ხო, მაშინ არაფერი რო არ გაგრძელდეს. იზელაივი უდრის რო სტარტში გვიწერია. აი update-ში ჩავწეროთ, რომ თუ იზელაივ true არის, მაშინ აკეთოს ეს player move-იც და player input-იც. და როგორც კი იზელაივი გაფოლსდება, ამებს აღარ გააკეთებს. არც როლა აღარ იქნება და არც მოძრაობა და არაფერი. და აქ რახან გამინუსდა იქ ეგ ბაგიც თუ იყო, მაგ ბაგისგანაც რომ დავიზღვიოთ თავი. მოდი ეს იზელაივ false-ი ეგრევე გახდეს game over-ს როგორც კი გამოიძახებს, აი მაინც თავში გადავიტანოთ, რომ იზელაივ ეგრევე გაფოლსდეს. და აი აქ სადაც გვიწერია bullet amount-თან ნაკლები ანტოლი 0-ზე და game over-ი ხდება აქ. აქ ჩავწეროთ, რომ bullet amount-ი იყოს 0-ის ტოლი. და თუ გამინუსდა მაინც 0-ის ტოლი გახდება რა. ან აქ შეგვიძლია გვეწეროს, ან game over-ში შეგვეწერა ეს. კაი, ვნახოთ მოკლედ ამის მერე თუ კიდე გამოჩნდა ეგ ბაგი, მერე კიდე შევხედავთ. კაი, შემდეგი რა იყო? რაღაცა იყო. ას კიდე იყო, რომ აი enemy-ს პატარა აფეთქება, აი ერთხელ რო გავარტყავთ, ილუპება მას, ანუ უსასრულო იმაში. რომელი აფეთქება? ეს არა, აი პატარა დრო იმაში მას. პატარა პატარა წერტილებს რო აჩენს მაგრამ. არა, მას ის აფეთქება ორივეზე გვაქვს, მაგრამ იმას რო იმაშვება. აი პატარა წერტილებს რო აჩენს მარტო. პატარა წერტილები რომელია? Small explosion დავარჩ მე მგონი. მე მარტო ეს ერთი explosion-ი მაქვს. მას ქვევით იყო კიდე რაღაც მე მგონი, ჩავუძიეთ. ეს explosion enemy 2 არის. ანუ ეს არის დიდი. ეგ რომელია? ეს არის დიდი. ეს არის იგეთყვი ხა ნახე. აი ეს. აი ეგეთი ოღონდ აი ბოლო რამდენი აი შავ წერტილებს რო აჩენს, ხო ხედავთ ბოლოში. აი ისინი ქონდა მარტო გაკეთებული. შენ ამბობ რო გაარტყამდა, მკვდარი რო არ არის და დაჭრილი როა? ეგ ილუპება. ხო, ეგ ილუპება, ეგრე დავტოვე მე რო დალუპულიყო. რო შეამჩნიო რომ მოხვდა რა, რომ უაკეთოს, იმიტომ რომ ერთხელ რო აკეთებდა მაგას არ ჩანდა რა. შეიძლება იმ წამს ვერ დაგენახა. ხო, რა ვიცი, ანუ თუ გინდა შენთან იმასქენი, მე მაგითო ლუპზე დავტოვე რა შეგნებულად. კაი. და კიდე energy buff-ი ძალიან დიდი არის მას როცა აგდებს. ეს არის ძალიან დიდი? აი რომ მოკლოთ და energy buff-ს რო დააგდებს. ხო. ძალიან დიდია. ესა ხო. ძალიან დიდი ყოფილა, ფოტო ყოფილა თვითონ ძალიან დიდი.
ოკეი. აი, მაშინ ეს უნდა იყოს. 0.1-ից დიდი იქნება მე მგონი. დიდი არის. 0.02. მე მგონი კაი ზომაა. ხო? იმას. 0.02. აი, ეს ხო ამ აქ ჩაგდებულ ობიექტზე გავაკეთე და ეხლა override-ს დავაჭერ, მე apply all და apply all ხო, prefab-ზეც აისახებ. override. ოკეი, მასზე კიდე joystick-ი არის ცოტა პატარა. ოკეი, ეს კარგი იყო თუ არ გაგიტესტავ? ეს კაი არის. ოკეი. ემო კაი არის. კიდე რა იყო, რას იმაში drop house. ემო და ხო, სიცოცხლეც. სიცოცხლეც ნორმალურია. შეიძლება ცოტა დაპატარავება ამის. 0.3 მაგალითად. 0.3 ჯობია. ოკეი. და რა მითხარი, joystick-ი არის პატარა. დიახ. joystick-ი რახან პატარა არის. ეს გვაქვს 200 და 100 150 150 რო იყოს და 150 ცოტა კიდე ხوار გავზარდოთ. ეს პატარა როა უფრო ხდება. რავი, ამ ზომის არის და ცოტა კიდე უნდა მე მგონი 300. ხო, 300 ოკეია. და ეს იყოს 200. მე მგონი კაია, ხო? ან კიდე ცოტა ეს დავაპატარავ, თვითონ ბურთი რო პატარა იყოს. ხო, 170 იყოს ბურთი. უბრალოდ ეხა ეს ძალიან ახლოს ხო არ არის ამასთან, იმიტომ რომ თითქოს აქ რო დაადებ, ანუ ეკრანიდან არ გადახვიდე რა. ხო და ცოტა აქეთ გამოვწიოთ. და იქვეებიდანაც ცოტა ზევით ავწიოთ. მე მგონი ცოტა ზევით აწევა უდნავ კიდე უნდა. რომ დაახლოებით ერთი მანძილი იყოს აქედან და აქედან. მე მგონი ოკეია. გაიტესტება ეს კიდე. ხო, ეხლა რა გამახსენდა? ჩვენ იმებს ტყუებს არ ვიმახსოვრებთ, ხო? high score-ს ვიმახსოვრებთ მარტო. რა ტყუებს? ტყუები რამდენი აქვს მოგროვებული? ეგ ხო არ დავამახსოვრებინო? ეგეც რო შეინახოს? ხო. დავამახსოვრებინო ტყუები? ან თავიდან თუ იწყებს, უეჭველად 10 აქვს თავიდან, ხო? მას გაგრძელება რო იყოს? თამაში რო გააგრძელო? შეიძლება ან ახალი დაიწყო, ან ძველი გააგრძელო, ხო მას? ხო, ეგ კიდე სხვანაირად კეთდება. შეგვიძლია მეორე იმის მაგალითზე გავაკეთოთ, მეორე პროექტის მაგალითზე. ან შეგვიძლია აქ გავაკეთოთ, ეგეც შესაძლებელია. უბრალოდ ისეთი თამაშია ხა ეს, რომ გაგრძელება, ან პატარა თამაშია რა იდეაში და რამდენად ჭდება? ისე არ მოუხდება ხო? არ ვიცი, ხო. და იქ ძე თამაშობს კიდე ხო? ხო. თავიდან თუ იწყებს, ყოველთვის 10 ექნება რა. კონდეს ეს. მოდი ახლა დავბილდავ მე. ერთხელ გადასტე ისევ და
high score არ წამიშლია, მაგრამ იყოს მაინც არ მომიკლოს არავინ. დაიბილდა. აი, სანამ ეს დაიბილდება კი აიტვირთება და ჩაგიგდებ და გატესტავ. მოდი ახალი პროექტი შევქმნათ. Unity Hub შევიდეთ. New project. ეს ორი built-in render pipeline ავირჩიოთ. ორგანიზაციას მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება არც ამოგიგდოთ ეს, თუ შექმნილი არ გაქვს account-ზე რაღაც ორგანიზაციები. Project name იყოს ორიდე platformer მოდი ის მას ეს built-in render pipeline რა არის? pipeline-ები არის, აი რაღაცები დაგირენდეროს, იმაში აი მატერიალები და ეგეთები, რასაც ვიზუალურად ხედავ რა თამაში. ხო და მეგენი იცვლება ხოლმე, აი universal-ი არის მაგალითად, აი განათებები და რაღაცები რო დაარენდეროს და რო დაინახო ეს განათებები და მოაწყო თამაში განათებები მაგალითად, ეს universal renderer ჭირდება. ხო და იმისა რა. მე შეგიძლია დაამატო ეს Unity version control ჩართო. არა, არ გინდა. მოდი მთავარი პერსონაჟი ის არის. რა არის?
სახე რა დავაწერთ პროექტს. ხო და მაგას ვიძახით რომ მთავარი პერსონაჟი რაც ანიმაციები რაც მაქვს მე რაც მაგამ მოგიგზავნოთ და ჩავსვათ არის არჩერი რა ის არის შვილდი აქვს და იმას ისრებს ხო და რა შეგვიძლია არჩერ გეიმ დავარქვათ ხა სატესტოდ და მე ნებისმიერ დროს სხვა სახელი შეგვიძლია მოვიკეთოთ არჩერ 2D გეიმ მაგალითად ესე რო ერქოს აირჩიეთ სად ინახავთ უმჯობესია რომ რაღაცა ფოლდერში აი თქვა C დისკზე თუ შეინახავ ან D დისკზე მნიშვნელობა არ აქვს ეგრევე მაგ დისკზე არ შეინახო რა თორე ირევა ხოლმე მე Windows-ზე მაგალითად ეგ ჭირს რომ აი Windows-ი მაგისთვის ანუ ვერ ხვდება რა ირევა ხოლმე და ჯობია რომ აი C დისკზე ან D დისკზე თუ გადაწყვეტ რომელზეც გინდა შექმნა რაღაცა ფოლდერი, serial ფოლდერი, რომელსაც Unity projects ან რაღაც ეგეც დაარქმევ და მე მაგ ფოლდერში შეინახავ ამ პროექტს რა. წესით წინაზეც ეგრე გავაკეთეთ თქვენ და იმის გვერდით ამ არსებული პროექტის 2D space shooter-ი რო გვაქვს, მაგ პროექტის გვერდით იმავე პროექტის ფოლდერში არა ვონთ, ეგ ძველი პროექტი რა ფოლდერშიც არის, იმ ფოლდერში ცალკე დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეინახოთ რა მოკლედ. არჩერ 2D game ესე ქვია. ან შეგიძლიათ სხვანაირად დაარქვათ და create projects დავაჭიროთ. სხვა რა იტვირ თამაშობაში კი. ჩავაგდება, გაბრიელ გადმოიწერე და ნახე. ის ძველი წაშალი მანამდე. კაიმს. ასაც გამორთა. და ასევე ბარემ ამასაც ჩავაგდებ, რა ქვია. რესურსებში. დაუნლოდებში, აი ეს გვინდა. არ შემნა აგიტვირთ ხო ვერ იწერ პირდაპირ ამას ფოლდერს აქედან. თუ ეგ მარტო ფოტოზე აკეთებ. მოიცა, აბა, ამას ვნახავ მას. ხო. მაგას ფოტოზე შეგვიძლია ამაზე ვნახავ. zip file. zip file არის ხო? გადმოიწერა? אז რა თქვით? გაჭირდა შენ. გადმოიწერა? ახლა ვიძინოს. იმასაც zip file-საც? ტელეფონი მაგამ ხო მას. ხო. არა, zip file-ი გადმოწერა, მეტი თამაშია. ხო. აი, თამაში გადასტიაბა. ვიძენ მოსჭი. მას ახლა ეს რო დავაექსტრაქტე, მე ყველა მოვჩავო ამაში პროექტში უბრალოდ. ხო, ეხლა ნახე. ეს რო დაარექსტრაქტე. მეც ჩემთან უკვე დაექსტრაქტებული არის. ეს. სადაც.
აუ ჩემთან კიდე არ შევა. პირდაპირ ამ ფოლდერს რო დაექსტრაქტებ, ეგ ფოლდერი წამოიღე და ასეტების ფოლდერს ჩააგდე. სამი ფოლდერი არის არა, ეგ შენი. კი დავაექსტრაქტე, მაგრამ ეს ახალი ის არ შექმნილი ჯერას. ოკეი, ხო. რო ჩაგდებ მითხარ. მას შენთან ახალი პროექტი არ შექმნა ჯერ. ხო, რო შეიქმნება და რო ჩაგდებ. და დიდი ხანი მე ვარ ადოღარ.
გაბრიელა შევიდა? არა, მას არ შექმნილა ჯერ კიდე. და ისა გატესტე მობილურს. ვერც ფაილი ვერ გამიელა მას. რატო? არ იწერს თუ? მას ინტერნეტთან არ ვარ ახლოს და რა. ნელა იწერს? ელა იწერს.
შეიქმნა მას პროექტი და ჩავაგდებ ახლა. ხო. ჩემი გაზიარებული ჩანს, ხო? მას ერთი რაღაც გადმოვიდა მარტო. როგორ ერთი რაღაცა. თუ ფაილები არ გადმოვავს. გაზიარება. რამდენიმე ფაილი უნდა იყოს შიგნით. ამს. არა. ცუდად გაუკეთე ალბათ ექსტრაქტი. წაშალე ეს საერთოდ სპრაიტების ფოლდერი. სპრაიტების ფოლდერი წაშალე მთლიანად. გადადი იქ, სადაც გადმოიწერე ის zip ფაილი. zip ფაილი სადაც გადმოიწერე, მანდ გადადი. ლინკზე. ფოლდერში, არა, სადაც გადმოიწერე, ანუ კომპიუტერში რო გადმოიწერე რა, კომპიუტერში სადაც გაქვს, ეგ zip ფაილი. მარჯვენა ღილაკს დააჭირე და extract here. აი ეს extract files დავჭიროს ხოლმე ისევ. შიგნით შევა და მე extract here-ს დააჭირე პირდაპირ და მანდ ვიგიზამს რა. უფრო მარტივია. თუ არა, ნუ გახსნა მაშინ და დაელოდე. აი, ხა ის ყვითელი ფოლდერია იგივე სახელწოდებით. Elementals რო ქვია. გახსენი აბა ორჯერ დააჭირე. აი, ქვევით ჩააგდო რატომღაც, რატო აკეთებს ეგრე არ ვიცი, Windows ბრალია. ხო, ეგ არის. კაი, გამოდი უკან ახლა ისევ. არა, ეს კი არ გამორთ, უკან გამოდი უბრალოდ. იქვე რა, იქვე ბექი გააკეთე თქო რა, რომ ფოლდერი წამოიღო მე მთლიანად. დაუნლოდებში გადადი და ქვევით არის, ქვევით. აი, ეგ. მოკიდე ახლა მაგას და ეგ ჩააგდე იქ. ასეტების ფოლდერში. ეგ მთლიანი ფოლდერი. ეგ არის. წეგან იმპორტით გავაკეთე მე მასთან. ხო, იმპორტით ეგრევე ვერიზამ თან თუ დაექსტრაქტებული არ გაქვს უკვე. ანუ ყვითელ ფოლდერად თუ არ აქციე, ისე ვერ შემოიტანა აქ Unity-ში. არა, ყვითელი ფოლდერად ქონა გაკეთებული მას. რავი, იქ არ იყო ეგ და შეიძლება სხვაგან მიუთითე და სხვაგან ჩააგდო ყვითელი ფოლდერი. დაუნლოდებში არ იყო აშკარად. ხო, სხვაგან ხდა მითი. ხო. სხვაგან მივუთითე ის რო შევიდა და მოვიდა. ოკეი, არა უშავს. So. ახლა ნი არის მას. კაი. ახლა მე გავაზიარებ ისე და ჩანს. კაი, აქ ახლა ეს Elementals Leaf Ranger რო ქვია, ამას მაგ ფოლდერს შიგნით, ნუ უბრალოდ ფოტო აქვს ერთი. მე ეს გიფები აქვს, ეს გიფები პრინციპში შეგვიძლია წავშალოთ აქედან, არ დაგჭირდება. აქ თვითონ სადაც არის აწყობილი ეს ანიმაციები, მაგის ფაილები არის, ნუ ესეც ხარ დაგჭირდება. ჩვენ გვჭირდება animations, შევიდეთ და აქ არის PNG ცალკე ფოლდერია და sprite sheet ქვია კიდე ცალკე ფოლდერი არის. Sprite sheet-ს არის
აი ყველა საერთოდ ყველა ფოტო, ყველა ანიმაცია, ყველა ფრეიმი არის ერთად გაერთიანებული. აი წინაზე როგორც ამოვჭერით ჩვენ. შეგვიძლია აქედანაც ამოჭრა რა, მაგრამ უკვე აქ ამოჭრილი არის. აი PNG ფოლდერი მაგით უარსებობს, რომ PNG ფოლდერში რო გადახვალ, ყველა ცალკეული ანიმაცია ესე ამოჭრილია რა. აქაც ფოლდერებად არის. აი თქვათ idle-ში რო შეხვალ, დაგხვდება idle-ის ყველა ფოტო. 12 ცალი ფრეიმი არის, 12 ცალი ფოტოა. ამით გავაკეთებთ იმის ანიმაციას, რა ქვია, idle-ის ანიმაციას და მე მივყვებით და რავი, რამდენი ანიმაციაც აქვს, ძალიან ბევრი ანიმაცია აქვს, ხა ამას ეთეკები აქვს სხვადასხვანაირი, შეგვიძლია სხვადასხვანაირად ისვრის რა იმებს. რა ქვია, ისრებს. თქვათ ჰაერში ხდება და იქიდან ისვრის, ზევით ისვრის და მე იყრება ეს ისრები და ასე შემდეგ და ნელა მივყვებით და მაგებს გავაკეთებთ. ოკეი. ეხლა პირველ რიგში რაც გვინდა რომ შევქმნათ არის game object-ი თავისი ანიმაციით და პირველივე ანიმაცია, მთავარი ანიმაცია რაც უნდა იყოს პერსონაჟის არის idle, ხო? ანუ დგომის ანიმაცია რა. ამიტომ idle-ის ფოლდერში შევიდეთ და ყველა ფოტო მოვნიშნოთ, Ctrl+A-ს დავაჭიროთ. გაბრიელ, გასული იყავი თუ? გაგაგდო? ხო. ჩანს ჩემი გაზიარებული? იმას ის გადმოწერა. ხო. ტელეფონი. ჩანს ჩემი გაზიარებული? ვიცი რა ნახავს. ხო. მოკლედ იმას ვიძახდი რომ თავარი ანიმაცია. რომ ამბობდით PNG მაგ გამა. ხო. PNG-ში არის, ხო ხტები, აი ცალ-ცალკე არის ანიმაციები უკვე ამოჭრილი ცალ-ცალკე ფოტოებად რა. იმ sprite editor-ში შესვლა აღარ გვიწევს, აი აქ რო შევდიოდით ხოლმე და აქ რო ვჭრიდით, ეგ უკვე დაჭრილი არის. თუმცა ეგეთი ფაილიც არის ახლა, აი აქ ეს რომ მონიშნო sprite sheet-ში და sprite editor-ში შეხვიდე, ნახე, აი ყველა ფოტო არის რა, ოღონდ ძალიან პატარებია. ხო და ეს რახან გამზადებულია უკვე idle-ის იმაში შევიდეთ, idle-ის ფოლდერში, იმიტომ რომ თავარი ანიმაცია ეგ უნდა იყოს. პერსონაჟის დგომის ანიმაცია და მოვნიშნოთ ყველა ფოტო. Ctrl+A-ს დავაჭიროთ, ყველა ფოტო მოინიშნება. მერე პირველიდან წავიღოთ და გადავაგდოთ სცენაში. და დავარქვათ player idle. ესე ერქოს. ნუ idle-ის ფოლდერში შეინახავს, იმიტომ რომ საიდანაც აგდებ, მანდ ინახავს. Save. ნუ ეს გაჩერებული როცა არის მაშინ ვაშობა, ხო? კი, როცა დგას ეგ ანიმაციაა რა. არა, თვითონ ეს პერსონაჟი არის ძალიან პატარა. ხა რო ჩავაგდე. ხო და მოდ ცოტა გავზარდოთ. გავზარდოთ მას. კი. 3 რო იყოს 3 მე მგონი ოკეი არის. 3 კაია მაქვს, კი. კი. idle 1 დაერქვა თავისით და ჩვენ გადავარქვათ და დავარქვათ player-ი დაუძახოთ ხოლმე ამ პერსონაჟს. და იქ დაინახავდი შენც რომ ეს ოთხკუთხედი ფორმის შეიქმნა კონტროლერი, ანიმატორი მიმული აქვს იმას კომპონენტად players ამ ობიექტს, იმიტომ რომ ხო, ჩვენ ბევრი ფოტო რო ჩავაგდეთ სცენაში, მიხვდა და ანიმატორი მიაბა, ეგეთი ობიექტი შექმნა, რომ ანიმატორიც აქვს. აქ კონტროლერი აქვს და ამ კონტროლერში გვექნება გაერთიანებული ყველა ანიმაცია. თვითონ ანიმაცია არის player idle, აი ეს სამკუთხედი. აი ხ თამაშო ჩავრთოთ, დავასეივოთ და. ძალიან ლამაზია. აკეთებს ანიმაციას? კი, მასთან ძალიან კარგად. მშვენიერი. კაი. მოდი ახლა ის ვქნათ რა ქვია, შევქმნათ რაღაც პატარა პლატფორმა, დაბლა რო დადგეს. აქვე. ორი მარჯვენა ღილაკი, იერარქიაში, ორი object, sprites, square. დავარქვათ ground-ი ამას. დავუყენოთ დაბლა და მივცეთ collider-ი, ხო? რო დადგეს ზედ.
აი თავიდან რომ დავიწყეთ რაღაცა მოთელვასავით რაღაცების აწყობა, მაქედან მან რაც ვისწავლეთ, რაღაცებს გამოვიყენებთ ხა აქ. აა box collider 2D რო თავისი ფორმის ისა collider-ი მიებას და players მივაბათ შეგვიძლია box-ი მივაბათ ან შეგვიძლია capsule collider-იც არის აქ capsule collider 2D და ეს მიაბამს ძალიან დიდს, იმიტომ რომ თვითონ ფოტოს ჩარჩო ძალიან დიდი არის. ესე იმიტომ არის გაკეთებული, რომ სხვადასხვა ფორმის რო იყოს. ანიმაციების მერე ის რაკენით. როგორ? მას ჩემთან გაჭედა ისევე და ეს ანიმაციების მერე ეს გრაუნდი რო გააკეთე და მერე მას ხო, ground-ს მივაბი box collider. box collider 2D. და მერე players მივაბი capsule collider 2D. ხო და იმას ვამბობდი, რომ თვითონ ფორმა რამხელაც აქვს. კაფსული რატომას? აი სხეულს მგონია, რომ უფრო კარგად დააჯდება. რავი, შეგვიძლია box-იც. და თან კაირისთვის არის იცი, რომ ის არის, რა ქვია, კუთხეები რო არ ექნება აქ. ამაში. აი სხვა collider-შიც ნაკლებად გაიჭედება რა. სადმე შეიძლება სიარულის დროს უცებ გაიჭედოს და აქ რო ეს გლუვი ზედაპირი იქნება მომრგვალებული. ეგ პრობლემა არ ექნება საერთოდ. და თვითონ სხეულს კიდე ესე მოიცავს რა. ოკეი არის. სადღაც ეს. პოლიგონ collider-ის ხო შეიძლება რომ მივაბა? პოლიგონით შეიძლება კი. მაგრამ პოლიგონი კარგად მე კი, მაგრამ ნახე, მე ხო ანიმაციები ეცვლება ამას. და ანიმაცია რო ეცვლება, ანიმაციაში სხეულიც იცვლება და მაგიტო ჯობია რომ ერთი ესეთი ფორმის collider-ი კონდეს, რა საკმარისი იქნება. რომელი მიავით მას? capsule collider 2D. და ეგ რომ მოხდება ხოლმე რამე, მაშინ დააკლდება სიცოცხლე. ეს ძალიან დიდია. ხო, edit collider-ს დაჭერე და აპატარავა. თვითონ აბამს ფორმის მიხედვით, რა რამხელა ჩარჩოც აქვს თვითონ ფოტოს. თან რომ მიაბა მე დაასე. არა. ხო, edit collider-სო დააჭერის წვანი წერტილები გამოუჩნდება და მაგაში მოკიდე და დააპატარავა. მარჯვიდან მარცხნიდან, ზევიდან, ქვევიდან და ან შეგიძლია ამით დააპატარავა. ან გაწიო, გამოწიო. ეგ არის. ეხლა გვინდა ის rigid body 2D-ც, ხო? რომ ფიზიკა ქონდეს და რომ ჩამოვარდეს. rigid body 2D-ც მივაბათ. გრავიტაცია ცოტა გაუზარდოთ, რომ ნაკლი ჩამოვარდეს 3 მაგალითად. დავასაივოთ, ჩავრთოთ და ვნახოთ, აბა. ჩამოვარდა დაეცა. დადგა. rigid body 2D და მე ზევით ავწიო ხო მას. ცოტათი რომ გავდეს. ხო, ცოტა რო ჩართავ თამაშს, ჩამოვარდეს და დადგეს პლატფორმაზე. კაი, გავდეს მას. კი, მას ჩამოვარდა და idle ანიმაციაც მოუშავოს. შვენიერი. კაი, ახლა შევქმნათ სკრიპტი, რომ ამომოძრავოთ. ასეტების ფოლდერში ახალი ფოლდერი შევქმნათ. მარჯვენა ყელაკი create folder. დავარქვათ scripts. სკრიპტების ფოლდერში შევიდეთ და ისევ მარჯვენა ყელაკი create და C# script. დავარქვათ player
movement ან player move, რავი, როგორც player movement ერქოს. Players მოძრაობა რა. გავხსნა ხოლმე. აჰა. თუ გინდა მიაბიბარენ players და მე გავხსნათ. Player quit handler რა. საწერია. აი script-ზე ამოვიდა player quit handler-ი აწერია. Player moves არ მიგებს. გამოტოვებით ხო არ დაარქვი სახელი. წაშალე ეს სკრიპტი და თავიდან შექმენი და მიყოლებით დაარქვი. ვერ პოულობს ეთყობა მაგ იმას. კლას. არა, მაგრამ ზუსტად ისევზე როგორც დავწერე. რა? საიდან აბამ იმას სკრიპტს აქედან add component-იდან? ჩაუგდე პირდაპირ რა, player moment-ს. მონიში და ჩაუგდე. არ მიაბა? როგორ უნდა ჩავუგდო? add component-ს ჩავუგდო? პირდაპირ drag and drop-ით, აი გაზიარებულ თუ ხედავ, მოკიდე და ესე ჩაუგდე. ან აქ ჩაუგდე იერარქიაში. script-ის class ვერ პოულობს მას. ხო, მაგიტო, იმიტომ რომ ცუდად დაარქვი სახელი რა, წაშალე სკრიპტი, ახედან შექმენი ახალი სკრიპტი და დაარქვი ეგრევე player moment გამოტოვების გარეშე. შეიძლება რაღაცაზე მიგეჭირა ან რაღაც და არასწორად დაიწერა რა. თავიდან ქენდა გასწორდება. უა შეიძლება დიდი ასო რო იყოს. როგორ? აი იმის შუაში რო იყოს დიდი ასოას. ხო, ეგრე მიწერია მეც player დიდი ასოთი მიწერე და moment-ს მე დიდი ასოთი ვიწყებ m. დიდით მიწერია. აბა რა უნდა დაწერა? ხო და წეხან გამოტოვებას მიგეჭირა შეიძლება რა და რაღაცა არასწორად დაიწერა და მაგიტო შეიძლება ბოლოში. შეიძლება ბოლოში, ხო. აბა ეხლა ცადე, რო შეიქმნება ეგ drag and drop-ით პირდაპირ ჩაუგდე იმას players. ან შეგვიძლია წეღარ როგორც ცდილობდი add component-აც გააკეთო, add component-ს რო დააჭერ, მან დააკრებ players და შემოგთავაზებს ეს. რო იპოვის მაგ კლასს. ეს რაღაცა არასწორად შექმნილი რო არ იქნება. კიდევ ვერ ბოულობს. აი გაზიარე აბა ერთს. ცოტა იმას. რა არის? სხვა სახეს დავარქმევ საერთოდ. სხვა სახეს დავარქმევ ახლა და ეგრევე. მიდი აბა. player moment script დაარქვი თუ გინდა რაღაც ეგრე. ეგ movie ერქვა და სახელი არ გადაარქვა ოღონდ, თორე პრობლემა იქნება. ჯობია წაშალო და ახედნა შექმნა. იგი წავშალე. აჰა. აუ, არ შვება. გაზიარე. ნახოს. მოიცეს ჩაიტვირთოს და გამოჩნდა კი. მონიშნება ეგ სკრიპტი. იმას. ასე რომ იმაქ. ხო, და რო ვაგდებ. არ შვება.
მოიცადე, მონიშნე ერთზამს ის პლეიერი. ფლეი მონიშნა. ხო. ახლა დაემატა მას, ეგან არ ემატებოდა. ხო. remove გავუკეთე, ერთ-ერთს, ერთი დატოვე მარტო. სო, ეგარ. ემატებოდა და ისე ვიდეოს. რა ვიცი. არა უშავს. კაი, ჩანს ხო ჩემი გაზიარებული? იმას. კაი, გავხსნათ ახლა ეს player moment-ი. გახსენე ეგ სკრიპტი. რო გაიხსნეო შენთანაც მითხარი და დავიწყოთ წერა. რო ჩაიტვირთება გეტვირთოს. ის ჩაირთმოს. კაი. მე-6 ხაზიდან დავიწყოთ წერა, მე-6 ხაზი რო ჩხილი არის, მაგის მარჯვნივ enter-ით გამოტოვოთ ადგილი და მოძრაობა დაუწეროთ რა. ამისთვის ჯერ ხო ის უნდა შევქმნათ public player სადაც უნდა ჩავ public game object. არა, player ჩაგდება არ გვინდა. player-ზე ხო მიბული გვაქვს ისედაც ეს სკრიპტი. ხო. პირდაპირ float შევქმნათ ერთი speed. წინა იმაში როგორ გვიწერია მას. აი ან move speed დავარქვათ. როგორ გვიწერა, მოვირეკი და მოვიცი. ხო, წინაში შეიძლება. კი, ზუსტად ეგრე გავაკეთებთ. მოიცადე. სად არის? აი შეგვიძლია ვნახოთ word space shooter-ში. სკრიპტებში.
აქ ქონდა player script-ი ესე ერქვა. მიწა და გავხსნი ხა უბრალოდ ტექსტში. და სად გვაქვს player movie. აი input get-x-ის ჰორიზონტალს რო ვიყენებდით. ზუსტად მასე ჩავწერთ აქაც რა. ო. და ეს RB velocity-ში ვიყენებდით მე. უბრალოდ აქ შეგვიძლია ეგ ტექსტი რო ჩავდო. გამართული მაქვს ისა დიდი ხანი მომდება იმის გახსნას. რა რო ჩავაგდო? აი ეგ ორი ხაზი. დავწერე ხა უცებ და ჩაგიგდებ. ან ჯობია თავიდან წეროთ რა, იმიტომ რომ თან ვიმეორებთ. თან გვამახსოვრდება. ასევე ერთი float შევქმნათ კიდე move x-ი დავარქვათ ამას, აი როგორც იქ გქონდა რა, ან move horizontal შეგვიძლია დავარქვათ. x ღერძზე მოძრაობა გვინდა, ეხა მარტო აქ. ეს წითელი ღერძი ხო არის x ღერძი. მარტო x-ი უნდა ეცვლებოდეს, ან მარჯვენა იაროს, ან მარცხნა. და მე ახტომისას იქნება მე ის ხო? ახტომისას ექნება მე y-ის ცვლილება დადებითით კი. ოკეი, ეს არის და ნუ შეგვიძლია ცალკე ის შევქმნათ void-ი ფუნქცია, ბარემ player move ესე დავარქვათ, იქაც ეგრე გქონდა. და აქ ჩაუწეროთ რომ move x-ი უდრის input წერტილი get x-ის ბრჭყალები და horizontal. move x-ში შეინახავს d-ზე თუ დააჭერეს ხო ერთი სტოლი ხდება, აი მაშინაც გაჩვენეთ აქ project setting-ში რო შეხვალ input manager-ში. იოს. აი აქ არის შექმნილი ეგ ღილაკზე დაჭერის კომბინაციები და სახელწოდებაში არის გაერთიანებული. აი horizontal ქვია ხა, მის სახელწოდება horizontally არის და positive button-ში d აქვს, negative button-ში a და positive button-ში ასევე right arrow აქვს და negative button-ში left arrow. რაც ნიშნავს, რომ ეს ჩანაწერი d-ზე რო დააჭერ პოზიტიურ რიცხვად იქცევა და a-ზე რო დააჭერ ნეგატიურ რიცხვად. ანუ კონკრეტულად რო ვთქვათ, ნეგატიურად. ხო, კონკრეტულად რო ვთქვათ, d-ზე რო დააჭერ ერთი დადებითი ერთიანი ხდება, a-ზე რო დააჭერ უარყოფითი ერთიანი, -ერთიანი. მაგ ინფორმაციას მე ჩვენ ვინახავთ move x-ში, ჩვენ მიერ შექმნილ float-ში, ეს ხო რიცხვებს ინახავს float-ი. და მაგას გამოვიყენებთ ახლა იმისთვის, რომ direction-ი მივიცეთ რა, დადებითით მარჯვნივ გავუშვებთ, უარყოფითით მარცხნივ. და აქ ხო, rigid body-სთან გვინდა კიდე კავშირი. არ დაგვაგვიზეს public rigid body 2D RB დავარქვათ აქაც, იქაც ეგრე გვერქვა. წინაზე. public rigid body 2D RB ალბათ შენ ეს გახსოვდა. აქ უნდა ჩავაგდოთ player-ი. ან player-ის rigid body რა. რომ player-ის rigid body-სთან წვდომა გქონდეს ამ სკრიპტიდან. წეღარო თქვი player-ი უნდა ჩავაგდოთო. ხო, rigid body 2D ტიპის სვადი გვინდა, იმიტომ რომ rigid body 2D ტიპი სვადი უნდა ანუ ეს კომპონენტი უნდა გამოვიყენოთ მოძრაობაში. და ეხლა აქ ჩავწეროთ RB წერტილი velocity, რაც აჩქარებას აკეთებს. ეს velocity უდრის ახალ vector-ors და vector-ors უწერ x და y-ს, ხო? ორ პარამეტრს. ჩვენ ხო x-ზე გვინდა ეს რო გამოძრავდეს მარტო. x-ზე ჩაუწეროთ move x-ი გამრავლებული move speed-ზე. რაც ზევით გვაქვს ეს move speed-იც, იმიტომ რომ მარტო move x-ი რომ მივუთითოთ, მარტო ერთი თივლის მარჯვნივ ან -ერთი თივლის მარცხნივ და ძალიან ნელი იქნება. მაგიტომ ვამრავლებთ move speed-ზე, რომ რაღაცა 5-ს ჩავწერთ move speed-ში ან 10-ს და უკვე კონტროლი გვაქვს, რამდენად სწრაფი იყოს მაგის მოძრაობის სიჩქარე რა. ეს მივუთითეთ x-ზე. აი თვითონაც განიშნებს float x-ი და float y-ი უნდა ჩაწერო. float x-ზე გვიწერია ორი რიცხვის, ორი float-ის ნამრავლი და y-ზე ვწერთ, რო არაფერი შეიცვალოს აქ y-ზე. RB წერტილი velocity წერტილი y. რაც ნიშნავს, რომ გავლენას არ მოახდენს ეს y-ზე რა. როგორი y-იც ექნება, ისეთი დარჩება. მაგას ნიშნავს.
იმიტომ რომ ეს ახლა მოძრაობა არის უბრალოდ. მასთან ხო. არა, RV velocity Y არ მიწერია და მაგიტომს. ხო, დაუწერე ესეც. ძიმის მერე. ეს არის x-ის ნაწილი, გაგახსენებ, ეს არის y-ის ნაწილი. x-ზე გვიწერია ორი რიცხვის ნამრავლი, ამ ორი float-ის ნამრავლი. ერთი move-x-ი მაგალითად ან 1 არის ხოლმე, ან -1-ია და move-speed-ი კიდე რამდენიც იქნება, რავი, 10 თუ ჩავწერთ. ერთი გამრავლდება აქ 10-ზე, შესაბამისად x-ი შეეცვლება 10-ით, რაც ნიშნავს, რომ წამოვა და აი აქ ამ x შეცვლის მაგ რიცხვით და მაგიტო მიუმატებს რა მოკლედ აქ x-ზე. გამოძრავს მარჯვნივ და თუ 100 დააჭერ და move-x-ი -1 სტოლი იქნება აქ. აქ -1 ჩაიწერება, -1 გამრავლდება 10-ზე და -10 გამოვა, რომ უწერია x-ზე. შესაბამისად, აქ რომ -10-ებს მიუმატებს, ხო მინუსებში წავა. იმოძრავს მაგიტომაც მარცხნივ. ახლა ეს player move უნდა გამოვიძახოთ update-ში, იმიტომ რომ ეს ხო ცალკე რო გვიწერია არ იმუშავებს თუ არ გამოვიძახეთ. იმიტომ რომ update-ში უნდა აკეთოს სულ ეს რა. შენ რა დროს დააჭერ იმას ხო არ იცი? რა დროს დაგჭირდება გამოძრავება. ამიტომ სულ უნდა მოწმოს, როცა არ დააჭერ move-x-ი 0 სტოლი იქნება და როცა დააჭერ d-ს მაგალითად 1 სტოლი იქნება, თუ 100 დააჭერ -1 სტოლი. აქ გამოვიძახოთ და წერთ იმძიმ. მოდი ამას header-ებით დაუწერე ეს ყველაფერი? რამას? დაწერე ეს ყველაფერი, ახლა რა დავწერეთ? კი იმას. header-ების დაუწეროთ ამას, რომ აი თავიდანვე დაალაგებულად მივყვეთ რა. ესეთი ფრჩხილები ზევით, აი float სადაც გვიწერია move speed-ი მაგალითად, მაგის ზევით. ესეთ ჩვეულებრივი ფრჩხილები, header-ის ჩვეულებრივი ესეთი ფრჩხილები. და შიგნი ბრჭყალები, ორმაგი ბრჭყალი როა წითელი და დავარქვათ move. აი მოძრაობის ცვლადები აქ გვეწეროს და ეს კიდე ეს ის იყოს რა ქვია. კომპონენტების იყოს ცალკე, მოდი. იმიტომ რომ სხვა კომპონენტებიც გვექნება, მე რა კომპონენტს. მე მგონი იმაზეც ეგრე გქონდა, როგორც მახსოვს. header-ები ხო გქონდა აქაც? კი, აი move. იმას. კომპონენტებიც ცალკე გქონდა აქ. თავიდანვე დაალაგებულად მივყვეთ ესე. ოკეი, დავასაივოთ ახლა ეს. გადავიდეთ unit-ში. და script-ზე აქ რო ჩამოსკროლებ მარჯვნივ, გამოჩნდება header-ებიც და თვითონ ის ცვლადებიც. move speed ჩაუწეროთ თქვათ 10. და აი აქ rigid body 2 რო აწერია, non rigid body 2 RB-ში არაფერი არ არის ჩაგდებული. შეგვიძლია rigid body 2-ს მოვკიდოთ და აქ ჩავაგდოთ, ან თვითონ players მოვკიდოთ და player-ი ჩავაგდოთ, იგივე არის ზუსტად. player rigid body 2 და ჩაიწერება მანდ, რაც ნიშნავს, რომ player-ის rigid body 2 მოთავს და მანდ და script-ში RB-ს სადაც ახსენებ, ანუ გულისხმობ player-ის rigid body 2-ს, იმიტომ რომ RB-ში არის ჩაგდებული player-ის rigid body 2. დავასაივოთ, ჩავრთოთ და ნახოთ აბა. გადაყილა და ჩაეჭვო თავით. იმიტომ გადაყირავდა, რომ აი აქ rigid body 2-ში constraints რო აწერია, მან უნდა დაუფრიზოთ z rotation-ი, რომ ესე არ გადაყირავდეს ხოლმე რა. აი freeze rotation z-ი ჩაურთეთ, რომ არ გადაყირავდეს და ჩავრთოთ ახლა თამაში. ეგ არის. ოღონდ ეხა ამასაც აჩქარებას ავით აქ, როგორც იმას ქონდა. რა ქვია? Space Shooter-ში იმას space. ხომალდი რაც იყო და შეიძლება ამას უფრო მოუხდეს getx-ის row. მოიცადე ამას გაგახსენებ. ახლა ეს move-x-ი იცვლება ესე. აი chart-ულზე გავტესტოთ. move-x-ი ხო თუ არ ვაჭერთ არაფერს 0 არის და d-ს რო დავაჭერ 1 გახდება ოღონდ მანამდე ნომთელ რაღაცეებსაც გაივლის.
ანუ ჯერ აჩქარებას აკეთებს რა 0.1 0.2 და ეგრე როგორც წინაზე აკეთებდა რა და რო აუშვებ დს უკანაც ეგრე ჩადის 0.9 0.8 და 0-მდე ეგრე ჩადის 1-დან აზე დაჭერის დროსაც ეგრე აკეთებს. ოღონდ -1-ში გადავა, აი -0 რაღაცებს გაივლის და მერე გადავა. რო აუშვებ, ისევ უკან გამოივლის და 0-ზე გადმოვა. ხო და შეგვიძლია ეგ რომ აი აქ თუ ჩაუწერთ getx-ის rows დავასეივოთ. გაუშვათ თამაში და ეგრევე 1-ზე და ეგრევე -1-ზე. როგორ? როდესაც not აი რო არ ტრიალებდეს ასე სანდა დავაჭიროთ სანდა უნდა გავჩვენოთ მას. rigid body 2D-ში იპოვე constraints არის, აი ქვევიდან მესამე წარწერაა მანდ rigid body-ში. და მაგას რო ჩამოშლი, freeze rotation z-ი ჩაურთ. ერევას. ხო და იმას ვამბობდი რომ აი getx-ის row-ზე გადავაკეთე აქ, რომ ეს აჩქარება აღარ კონდეს და ეგრევე გარბის რა მოკედ ახლა. აი 1-ზე და -1-ზე გადახტება ეგრევე d-დან 100 რო დააჭერ და როცა აუშვებ ეგრევე 0-ზე გადმოხდება. ანუ ეგრევე მაქსიმალურ სიჩქარეს უტოლდება როგორც კი აჭერ რა და ეგრევე მოძრაობს მაგ სიჩქარით. და ამას უფრო უხდება რა ეხა ხომალდს უხდებოდა რომ აჩქარებას აკეთებდა და ამაზე კაია რომ ეგრევე იწყებს მოძრაობას. რავი, ან თუ უფრო ის მოგწონს, შეგვიძლია დატოვო იმაზე. აქ row არ ჩაუწერო და მარტო getx-ისე დატოვო. კაი, აქ რამე კითხვა ხო არ გაქვს, ეხლა რაც გავაკეთეთ. როდოს. ასჯერ ის არ გქო შექმნილი სიარულის ანიმაცია. არა, ეხლა შევქმნით მაგას და გადავიყვანთ. ხო, არა აქვს. მუშაობს მოძრაობა შენთან? იმას. უბრალოდ ჩაწერეთ movix 10 მიწერია movix-ზე. movix-ი თავის დიცვლება, არაფერი არ უნდა ჩაწერო. შეგვიძლია ეხლა ხო movix-ი შეგვიძლია რომ private-ად გავხადოთ, აი public-ი წაუშალოთ, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი რომ იქ ჩანდეს unit-ში. იმიტომ რომ მაინც არ ვცვლით ჩვენ თავის დიცვლება და ეს უბრალოდ თავიდან public იმიტომ დავწეროთ და დაგვენახა როგორ მუშაობს, რა გაგვეხსენებინა და შეგვიძლია public-ი წაუშალო ეხლა floats movix. აქ აღარ გამოჩნდება. ასევე აქ შეგვიძლია ამებს დავაჭიროთ და ჩაიკეცება ეს ისენი კომპონენტები. თუ დაგჭირდება მერე ისევ გამოაჩენ. კლიკით. ეს player movement script-იც ეგრევე გამოჩნდება ხოლმე, როცა players მონიშნავ. კაი. ახლა დავამატოთ შეიძლება თქვი, მოძრაობის ანიმაციაც. მე მგონი ამას სირბილის ანიმაცია აქვს პირდაპირ. walk-ი არა აქვს რა. შევიდეთ ისევ animation-ში, მერე png folder-ში და ვიპოვოთ run, აი. run folder-ი. ისევ ყველა ფოტოს ვნიშნავთ Ctrl-A. ოღონდ ეხლა ცალკე კი აღარ ვაგდებთ. ვუგდებთ players, რომ player-ში ჩაემატოს ეს ანიმაციაც რა. აი play სად არის animations png და run იპოვე. და ცოტა ბოლოსკენ არის ფოლდერებში. აუ ბოლოს 10 ცალია ხო მაგ? კი 10 ცალი არის. Ctrl-A-ს დააჭირე, ყველა მოინიშნება და ამას ეხლა დამოუკიდებლად არ ვაგდებთ, როგორც თავიდან ჩავაგდეთ ეგრე. იმიტომ რომ დამოუკიდებელი ობიექტი შეიქმნება. ეს უნდა ჩავაგდოთ player-ში, აი აქ. წამოიღე, აი პირველი ფოტოდან.
მიიტანე პლეიერთან აქ და რო აუშვებ, თავისით მიხვდება, რომ ამ ობიექტის ახალი ანიმაციაა, სხვა ანიმაცია რა. და დავარქვათ ახლა ამას player დაბლატირე run. რან ან დაბლატირე არა დაბლატირე რა თუ ის არ არის აუცილებელი, მაგრამ რა მაინც წინას ეგრე დავარქვი player დაბლატირე idle და მაგითო ესე გავაგრძელებ. და save. აი აქ მარტო სამკუთხედი შეიქმნა, იმიტომ რომ ის კონტროლერი უკვე არსებობს, ერთი კონტროლერი, რაც idle-ში იყო. აი ეს ოთხკუთხედი ფორმის idle-ი არის. რაც აი აქ ანიმატორში კონტროლერში აქვს ჩაგდებული და მაგ კონტროლერში ჩაემატა ახლა ეს run ანიმაციაც. ახლა players რომ მონიშნავ და ანიმატორში გადახვალ, აქ დაგხვდება idle-იც და run-იც. დაგხვდა? ამას და უნდა გადავიდე ანიმატორში. არ ჩანს შენთან ანიმატორი? აი project console და animation ჩანს და არა, გზევით, სცენა, გეიმი და ანიმატორი როა. მან და არა მაშინ ზევით Windows დააჭირე, წაწერები როა თეთრ ფონზე. მე animation იპოვე და animator. ახლა გამოსნავს ჩაემატა ხო აქ? დავაჭერ მე არის Players დააჭერ, დაინახო idle-ს და runs. კი ხო. ესეთ გავაკეთე კი. ახლა აქ პარამეტრებში გადადი, თუ პარამეტრებში არ ხარ. და პლუსით დავამატოთ ბული, run ბული. რომ ამ run ბულით გადავიყვანოთ და გადმოვიყვანოთ idle-დან run-ზე გადავიყვანოთ, run-დან idle-ზე გადმოვიყვანოთ. ბული იმიტომ გამოგვადგება, რომ ბულში ხო ორი ინფორმაცია ინახება, ან true არის, ან false არის. ხო? დიო და true როცა იქნება, run-ზე გადავიყვანთ, როცა false იქნება, უკან გადმოვიყვანთ. ანუ გადასვლა გადმოსვლა რა ხანო ორი ცალი ოპერაციაა. ეს ბულში რო ორი ინფორმაცია ინახება, ეგ მაგ ორი ინფორმაციას გამოვიყენებთ იმ ორი ოპერაციის შესასრულებლად რა. ბულს დავაჭიროთ, new bulls არქმევს თავისით და run დავარქვათ ესე პატარა ასოებით პირდაპირ. enter-ს დავაჭერთ და შეიქმნება. და ახლა გავაკეთოთ transition-ები. გადასვლა და გადმოსვლა. საიდანაც გვინდა გადასვლა, მან დავაჭერთ mouse მარჯვენა ღილაკს, make transition და ვაწკაპუნებთ player runs-ზე და უკავშირდება, კი. და ზუსტად იგივე player run-იდანაც make transition და უკავშირებთ idle-ს. მერე player idle-დან player run-ზე გადასვლა მოვნიშნოთ, ანუ ის transition-ი თვითონ თეთრი ის არის. და მარჯვნივ hexi time-ი გავუთიშოთ, იმიტომ რომ hexi time-ი თავისით გადავა და არ გვინდა ჩვენ დამოუკიდებლად რო გადავიდეთ, ჩვენ გვინდა რომ ჩვენ გადავიყვანოთ. როცა ჩვენ ვუბრძანებთ რა, ესე ვთქვათ, რომ ვეტყვით. setting-ებში რა გავუთიშოთ მას? hexi time-ი. რომელიც ორივეს უნდა გავუთიშო, მაგრამ ჯერ ვაკეთებთ idle-დან run-ზე გადასვლას. თორე ისე ზოგადად ორივეს უნდა გავუთიშო. უნდა მონიშნო. transition-ი უნდა მონიშნო. განა run-იან idle უნდა მონიშნო transition-ი. და exit time გავუთიშე. exit time გავუთიშე. setting-ები ჩამოშალე მე hexi time-ის დაბლა რო აწერია. დიო. transition duration-ი გაანულე, ეს არის დაყოვნება გადასვლის. ანუ აქ თუ რაღაცა რიცხვი წერია, რო ეტყვი შე რო გადავიდეს, ეგ დრო დაყოვნდება და მერე გადავა და ჩვენ ხო არ გვინდა ეგ, ჩვენ გვინდა რომ მომენტალურად გადავიდეს, ამიტომ გავანულოთ აქ. რომ რაღაცა transition duration-ი არ ქონდეს ეგ დაყოვნება. და ქვევით conditions რო აწერია, ხედავ აქ პლუს და მინუსი რო აქვს. იოს. პლუს დააჭირე და run through-ს თავისით ჩაამატებს. და false-ზე გადავყანო, თუ true-ზე იყო. არა, true-ზე იყოს, იმიტომ რომ idle-დან run-ზე გადასვლა უნდა გააკეთოს run through. ანუ run როცა იქნება true, აი ეს. მაშინ გადავა ეს შესრულდება ეს transition-ი. ეხლა პირიქით. მონიშნე მეორე transition-ი run-იდან idle-ზე გადმოსვლის. ამას გავუშვით exit time. კი, exit time-ი გავუთიშოთ, დამოუკიდებლად არ გადავიდეს თავისით.
setting-ებში transition duration-ი ამასაც გავუნულოთ და condition-ში პლუსო დააჭერ, აქაც run true ჩაემატება და აქ უკვე გვინდა რომ false-ე გადავიყვანოთ. false-ე გადაცვალე true. run false. Player run-ში არ უნდა ჩავაგდოთ ანიმაცია. player run-ში ჩაგდებულია უკვე ანიმაცია, ეს ხო ჩავაგდეთ ფოტოები. ამ ფოტოებით შეიქმნა player run-ი. ხო. წინაზე ხო რაღაც ძალიან ცოტა ფოტო იყო, ზოგან მე მგონი ზოგი ანიმაცია ისე იყო, რომ ერთი ფოტო იყო თუ რაღაც ეგეთი. და მაგიტო ჯერ შევქმნით ეს ანიმაცია და მე ჩავაგდეთ, აქ რო ჩავაგდეთ, გახსოვს? თვითონ ფოტო. რა. ხო და ეხლა ეგ არ არის საჭირო, იმიტომ რომ ბევრ ფოტოს როცა აგდებ, თავისით იქნება ანიმაცია, სადაც ეგ ბევრი ფოტოა ჩაგდებული, რა ფოტოებით შენ ჩაყარე რა. აი ახლა რო გავტესტოთ, შეხედე ჩემ გაზიარებულს ანიმატორს უბრალოდ გვერდზე დავაყენებ, ჩავრთავ თამაშს. და თავიდან ხო დაიწყებს player idle-ს გაკეთებას. ხო აკეთებს. run-ი false-ი არის და მაგიტო აკეთებს, მაგრამ run-ი როგორც კი true გახდება, ეხლა ხელით გავხდი true-ს, აი დავაჭერ. კოდში ხომ არის? ხო, კოდში უნდა გავაკეთოთ ეს, ეხლა ხელითაც ვაკეთებ. ეგრევე გადავიდა player run-ზე. მე როგორც კი false-ი გახდება, ეხლა false გავხდი. გადმოვა ისევ idle-ზე. ეგ არის. ანუ აქ ხელით მუშაობს და ეხლა ხელითაც ვაკეთებ, უნდა გავაკეთოთ კოდიდან. აი, შევიდეთ კოდში. და ეს სათაური რო გვაქვს components, სადაც rigid body გვიწერია, მან დავამატოთ კიდე ერთი კომპონენტი ანიმატორი. animation არა ვუყოთ, დააკვირდი ანიმატორი. თავიდან შეიძლება არ შემოგთავაზოს, უნდა ჩაწერო რა ბოლომდე ანიმატორ და შემოგთავაზოს. თავიდან animations გთავაზობს. ამას დავარქვათ anim შემოკლებით. ახლა ეს გავტესტე და მუშაობს და ახლა რა ვქნა მას? სკრიპტში შედი, სკრიპტში. ჩემი გაზიარებული არ ჩანს? ხომ არ ჭედავს მას. სკრიპტში შედი. მე აი, კომპონენტებში დაამატე public animator anime. თორე header შევქნა. არა, კომპონენტებში, header კომპონენტი რო არის უკვე, მანდ. rigid body სადაც გვიწერია უკვე მანდ რა. კომპონენტების არ შემიქნიო. ხო, თუ არ შეგექმნია ეს წინაზე, დაამატე ის header-ი მოაკოპირე, აქ ჩააფეისტე და გადაარქვი კომპონენტს და არქვი headers. და ასათაური. დაწერე public animator anime? კი იმას. Okay. ეხლა მივიდეთ void player move რო გვიწერია. და აქ ხო ორი ხაზი გვიწერია, მაგ ორი ხაზის დაბლა გამოვტოვოთ ადგილი. იმ ფუნქციაში ვწერთ ისევ player move void-ში. და ესეთი რაღაცა დავწეროთ. movix-ი ჩვენთან ხო ის არის, რა ქვია? movix-ით ხო შეიძლება განსაზღვროთ site mid-ის. movix-ი თუ 1 არის, ხო მარჯვნივ მიდის. ანუ d საჭერ. და movix-ი თუ -1 არის, მარცხნივ მიდის, ანუ a საჭერ. შესაბამისად შეგვიძლია რომ და თუ არ აჭერ საერთოდ არც ერთს. მაშინ movix-ი ხო 0 არის. ხო, movix-ი მაშინ 0 არის. შესაბამისად ეგ movix-ის ინფორმაცია რახან გვაქვს, იმის მიხედვით იცვლება რა საჭერ, რომელ ღილაკს. მაშინ შეგვიძლია რომ შევამოწმოთ ეგ და მაგის მიხედვით ვუთხრათ რომ აი ახლა რანის ანიმაციაზე გადადი, ან ახლა საერთოდ idle-ზე დაბრუნდი. ანუ ეს შეგვიძლია შევცვალოთ რა. რა ქვია, აი ეს run ბული. ან true გავხადოთ, ან false. წეღარასაც ვაკეთებდით ხელით თქო. ამიტომ აქ დავწეროთ if-ი. და შევამოწმოთ movix-ი თუ თქვათ მეტი არის 0-ზე,
როდის არის მეტი ნულზე, როცა d საჭერ, ხო? იმას. მაშინ anim წერტილი და ეგეთი ფუნქცია არის აქ setBool-ი, რომელიც აი აქ მოდის ანიმატორში და ამ ბულებს ცვლის რა. აქ ნებისმიერ ბული შეგვიძლია შეცვალო, ან true გახადო, ან false. მაგას აკეთებს ეს setBool-ი. setBool-ს უნდა ჩაუწერო ფრჩხილებში ჯერ სახელი ბულის წითელი ბრჭყალები და run სახელი უნდა მიაწოდო, რომელი ბული უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ აქ შეიძლება ბევრი ბული გქონდეს შენ. და კონკრეტულად რომელ ბულთან მივიდეს, მაგას უწერ სახელს. მძიმე და მერე უწერ უკვე ეგ ბული რა გახდეს რა, true გახდეს თუ false გახდეს. ჩვენ ხო გვინდა რომ true გახდეს, იმიტომ რომ ის არის. d-ს როცა ვაჭერთ, მაშინ ხო უნდა გაიქცეს, run-ის ანიმაციაზე გადავიდეს. ამიტომ run უნდა გახდეს true. დაწერა? იმას. კარგი, ეხლა ეს if-ი გავაგრძელოთ ყვევით else if-ით. და კიდე ერთი რაღაც შევამოწმოთ აქ. move x-ი თუ ნაკლები არის ნულზე, ნაკლებია ნულზე ხო არის ის, რომ 100 ვაჭერთ, ხო? 100 როცა ვაჭერთ, მაშინ არის ნაკლები move x-ი ნულზე. -1-ს უდრის მაგროს და მაგიტო. მაგროსაც ხო გვინდა რომ გაიქცეს, ანუ სირბილის ანიმაციაზე გადავიდეს. ამიტომ ეს მოვაკოპიროთ, წეღან run true რო ჩაუწერეთ აქ, setBool run true. და აქაც ჩავაფეისტოთ. და აქ შეგვიძლია ახლა ეს დავამთავროთ else-ით. ანუ ამათი else-ი ხო ის იქნება, რომ არც ეს არ არის ჭეშმარიტი, არც ეს. და else გააკეთებს უპირობოდ, ხო? იმას. ხო, ამიტომ თუ ეს არც ეს არ არის ჭეშმარიტი და არც ეს, ანუ move x-ი 0 არის, ხო? თუ არც მეტი არის 0-ზე და არც ნაკლები, ანუ 0-ია. იმას. შესაბამისად, აქაც იგივე ჩავაფეისტოთ, ოღონდ true-ს ნაცვლად ჩავწეროთ false-ი. რომ თუ move x-ი მეტი არ არის 0-ზე და არც ნაკლები არ არის, ანუ არც d-ს ვაჭერთ, არც 100-ს ვაჭერთ, ანუ არაფერს არ ვაჭერთ. მაგორიდან არც ერთს. შესაბამისად, გააკეთებს ხოლმე else. რაც ნიშნავს, რომ run-ი გადავა false-ზე. და run-ი რო false-ზე გადავა, უკვე იქ ანიმატორში აწყობილი გვაქვს, რომ run-ი როცა false-ზე არის, უნდა აკეთოს idle-ს ანიმაცია. idle-ზე გადავიდეს ხოლმე. დგომის ანიმაციაზე და როცა ეს იქნება ჭეშმარიტი მაგალითად, run-ი true გახდება და გადავა ხოლმე სირბილის ანიმაციაზე. თუ ეს იქნება ჭეშმარიტი, მაშინაც run-ი true-ზე გადავა და ანიმაციაზე გადაიყვანს. დავასეიოთ ეს, გადავიდეთ unit-ში და ერთ-ერთი რაც უნდა გავაკეთოთ, player-ი უნდა მოვნიშნოთ და anim-ში გამოჩნდება non-animator. აი, როგორც RB-ზე ჩანდა non-rigid body 2 და მე player-ის rigid body ჩავაგდეთ აქ. ისე ჩანს anim და non-animator აწერია. მოვკიდოთ animators თვითონ კომპონენტს სათაურში. ხელი და ჩავაგდოთ აქ. ან player-ი წამოიღე აქ იერარქიიდან და ჩააგდე აქ. იგივეა ესეც. როგორც rigid body-ის შემთხვევაში ზუსტად ეგრე. და player-ის animator შეინახავს აქ. რაც ნიშნავს, რომ script-ში anim-ს რო ახსენებ, player-ის animator-ს გულისხმობ რა. ხო, რას ამოვდი? player-ში, player-ის anim-ში player-ი ხო მას? ხო, player ჩააგდე და player-ის animator-ი ჩავარდება. აი ეს animator-ი იგულისხმება მაგაში. ეს animator-ი და ეს animator-ი ერთ და იგივე რაღაცაა რა. ეს არის უბრალოდ გატანილი ცალკე, რომ ეს ამათი აწყობა შეძლო. თორე იგივე, ამას რო უკავშირდები, ანუ ამასაც უკავშირდები რა. კაი, დავასეივოთ და ჩავერთოთ აბა. შეტრიალებაც ხო უნდა ქნას კიდე. შეტრიალება ჯერ არ იგზავს, კოდი არ გვიწერია შეტრიალების. ხო. ხო. დავწერთ. მაგრამ მოძრაობა გვიწერია. ოკეი. მუშაობს? როცა ვაჭერ გარბის, უკან ეხა უკან არ ტრიალდება და ისე გამორბის მარცხნივ. უკან სვლით დარბის. მაგრამ ეგ იყოს მათ დავალება. ხოლოს.
მოკლედ სახში ენაზე დავალება გავაკეთეთ იყოს ეგ, მას. რომ 100 რო დავაჭერთ, მარცხნივ უნდა შემოტრიალდეს და დუს რო დავაჭერთ, მარჯვნივ. სამთამაშო მე ტელეფონზე გავაკეთებ თუ ეს მარტო კომპიუტერზე იქნება? შეგვიძლია ტელეფონზე, როგორც ეს გადავაკეთეთ მე ტელეფონზე, ის Space Shooter შეგვიძლია ესეც გადავაკეთოთ. ტელეფონზე უფრო გინდა ამის თამაში? არ ისა ორივე კაი იქნება. ხო? ორივეზე გავაკეთებთ. ამასაც. ოკეი. კაი, მაშინ სახლში იმუშავე მაგაზე, რომ მოატრიალო რა. 100 რო დააჭერ მოტრიალდეს მარცხნივ და დუს რო დააჭერ მარჯვნივ შეტრიალდეს ისევ. ოკეი? კარგი. კაი. კაი, მაშინ დღეს შეგვიძლია დავასრულოთ. კარგით, ნახვამდის. კაი, კარგით.